ნახეთ, აი ლაპარაკობს ხაჭაპური. ხო ხედავთ როგორია? აი ამაზე მაგარ ცომს. აი ამაზე მაგარ ხაჭაპურს ვერსად ვერ დააგემოვნოთ. აი შეხედეთ. თვალი ჭამს და თვალი სვამს და ვისაც გინდათ რომ აი ესეთი უგემრიელესი ემიგრანტებო, სადაც არ უნდა იყოთ, ვინც არ უნდა იყოთ, ვისაც გინდათ ესეთი ხაჭაპური გამოაცხოთ ხათოს რეცეპტით. უცებ. აი ნახეთ როგორია, აი როგორია ნახეთ, აი უნდა რომ გაჩვენოთ ყველი როგორ იწელება. ყველი სასწაული გამივიდა ეს ქობულეთური ყველი და აი ეს ხო საერთოდ აი ხელში ვერ დაიჭე, პირში ვერ და აი დნება ნახეთ როგორია გაჭრილი, ნახეთ როგორია სასწაული. ვისაც ეს რეცეპტი გინდათ აუცილებლად მიყევით. აი როგორია, იცით, აი სულ იწელება ყველი, ნახეთ როგორია, ნახეთ. სასწაული, მიყვარხართ, გამოაცხეთ ამ რეცეპტით, რეცეპტს დეტალებში დაგიდებთ ყველაფერს. აი, ისიც გამზადებული, ეხლა თქვენს წინაშე ესე კარაქს, ნაღების კარაქს მოусვით და ნახეთ როგორი ხაჭაპური გამოვიდა წამში. ეხლა დანა მომეცი გავჭრა, გაჭრილიც განახოთ როგორია, ნუ ეს არის ხაჭაპური არ არის, ეს არის ხაჭაპურიში. სანდრო, მოდი. სანდრო, მოდი გაჩვენო რა არის. ეს არის სანდრო, საგამორდი. შენი საყვარელი ხაჭაპური და მინდა რომ დააგემოვნო, ეს არის სასწაული. აი ეხლა ამ ხაჭაპურს შეხედეთ რა კონსისტენცია, ყველი როგორი წელება და შეხედეთ რა ხაჭაპურია. შეხედეთ სული წელება ყველი შეხედეთ. სასწაული. კონსისტენცია ნახეთ, აი ესეთია. ვისაც გინდათ აი ესეთი უმაგრესი ხაჭაპური გამოაცხოთ, მიყევით რეცეპტს, რეცეპტი რა თქმა უნდა დევს და ზუსტ ინგრედიენტებსაც დაგიწერთ ბედნიერად, გემრიელად. მოგესალმებით ჩემო საყვარელო გამომწერებო ხათო და სანდრო ქობულეთიდან. ეხლა უნდა გასწავლოთ ძალიან გემრიელი ცომის რეცეპტი. ადრე მქონდა მე ეს ცომი დადებული, ეს არის საფუარით, არ არის ეს ცომი და ძალიან მარტივია ამის მომზადება. ამისთვის დაგჭირდება კეფირი. კეფირზე ცომი გამოდის, აი სასწაული, აი ესე მთლიანად კეფირი. ეხლა დაგჭირდება შაქარი, რა თქმა უნდა, 1 ცალი. უმაცლეს იმ სიმინდის არის. მარილი. აი ეს მარილი, ცოტა. არაჟანი, 3 კოვზი. აი შამ 3 კოვს გავუკეთებ. 3 კოვზი არაჟანი, ნახეთ. ესე პირდაპირ ამოვთქვევთ, ამას კარგად, ძალიან მარტივია და არის აი როგორი ცომი იცით. მაცივარშიც რო შეგიძლიათ რო ჩადოთ. და უცებ მოსამზადებელი უგემრიელესი ცომია. ზეითუნიზეთი დაგჭირდება თვალის ომით. 1, 2, 3. მაიონეზი დაგჭირდება აუცილებლად რომელიც გინდათ. 1, 2. ძალიან უხდება ცომს მაიონეზი. 3. ესეც ესე. ეხლა არაფერი არ გამომჩეს, ესე კარგად ამოურევთ ამ ყველაფერს. ჩაწურა ეკამაგაში. ჩემი დამხმარე დამეხმარება. აკაფე ხა კარგად და ჩაასხე. და დამჭირდება სოდის გემო რო არ გქონდეს, ყოველთვის დაასხით ან ძმარი, ან დაასხით ლიმონი. 1 არასავსე სოდა დაგჭირდება. ეს კარგად. და ეხლა ჩვეულებრივად მოვზელთ ცომს. ყველი ქობულეთური კარგი გემრიელი ჭყინტი უკვე გავხეხე. მომზადებული მაქვს 1 კვერცხი დავუმატე, ცოტა კარგი იმდენად ჭყინტი იყო, რომ ცხიმისთვის ცოტა
კარაქი დავუმატე და ეხლა ცომს მოვზელ და გაჩვენებთ ტაფაზე გამოვაცხოთ ეს ცომი შეგიძლიათ გასქურაში დუხოვკაში გამოვაცხოთ, ზემოდან გამოვაცხოთ, ცხიმში გამოვაცხოთ, მშრალად გამოვაცხოთ, ხვეზელები გამოვაცხოთ. მოკლედ აი უგემრიელესი ცომია. და კიდევ ცომი ცოტა ბლომად მინდა რომ გამომივიდეს და კარგი ცივი მაწონი მქონდა და მაწონით გავუკეთე და აი ესე კარგად ამოურევ, ნახეთ როგორი ამობუშბუშდა უკვე ამობუშბუშდა და უკვე ფულს დავაცრი და მოვზელ გაჩვენებთ როგორი ხაჭაპურები გამოვა, აი სასწაული ცომია. აი ნახეთ და ესე მოვზელთ ფუმფულად ცომს, აი ისეთი ცომია. ჯერ ხო პირში დადანება და აი გაოგნებთ და ხაჭაპურსაც გაჩვენებთ. ახლა როგორი ამას ახლა დავაგუნდავებ და ზუსტად 5 წუთი დავასვენებ და უკვე ტაფაზე მშრალად გამოვაცხობ და ზემოდან კარაქს მოусმევ. აი სასწაული ცომი დააყარე კიდე ცოტა. მიდი. всё. მოკლედ ახლა ამოვაგუნდავებ და გაჩვენებთ როგორი გამოგვივა. აი მოიზილა, ნახეთ იმ პორციით მაწონის წყალობით რომ დავუმატე 1 2 3 4 5 გუნდა გამოვიდა. აი ცომი ნახეთ როგორია, აი უფუმფულესი და ეხა აუცილებლად უნდა დავაფარო ცოტა ხანი 10 წუთი, ცომს უხდება დასვენება და მანამდე ტაფას გავაცხელებ და გამოვაცხობ ხაჭაპურებს, წაусმევ კარაქს და გაჩვენებთ როგორი გამოვა. ჩვეულებრივად გავაბრტყელეთ, გავიდა ნახეთ როგორი ცომია, რამოდენიმე დაფერია ნახეთ. ეხლა ჩვეულებრივად გავაბრტყელე, ერთ-ერთზე უნდა ჩავდოთ ყველი როგორ რა თქმა უნდა გემრიელი გამოვიდეს. ეხლა ცალი ხელით ვიღებ და ეხლა მოუკრავ თავს და მერე უკვე გაჩვენებთ გამზადებული საოცარი საკონკურსო ხაჭაპურია, სადაც გინდა წაიღეთ, აი გემრიელესია, ყველა რეკორდს მოხსნის.